იმისათვის, რათა ყველა თანმდევი რეალური რისკი იყოს დაზღვეული, მნიშვნელოვანი არის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ დავიცვათ წინდახედულობის ნორმები და გადავხედოთ საჯაროდ ხელმისაწვდომ ყველანაირი ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებული არის სამშენებლო კომპანიასთან. დაინტერესებული პირის მიერ გადამოწყვეტება სამეწარმეო რეესტრში, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს იმას, რომ დაინტერესებულმა პირმა ასევე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელთან უშუალო კომუნიკაციაში დაინტერესების და ბუნებრივი ინტერესიდან გამომდინარე დააზუსტოს და შეკითხვები დაუსვას კომპანიის წარმომადგენელს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. თუმცა ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელი არის ის, რომ არ დავჯერდეთ მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებებს და ყველაფერი, რასაც ზეპირსიტყვიერად განგვიმარტავენ წარმომადგენლები, აუცილებლად დოკუმენტაციაში ასახული დეკლარირებული ფორმითაც გადმოგვცემთ. მნიშვნელოვანი საკითხია სამშენებლო კომპანიასთან წინასწარ დავაზუსტოთ თუ რა ფულადი ფონდით აპირებს ის პროექტის მშენებლობის განხორციელებას. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება დადგეს მოცემულობა იმგვარი, რომ მიუხედავად ჩვენი კეთილსინდისიერი გადახდებისა, ყოველგვარი დარღვევის გარეშე, სხვა დაინტერესებული პირები, გარკვეული მიზეზების გამო, ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, დაბრკოლების პირობებში ვეღარ ახორციელებდნენ გადახდებს კომპანიის სასარგებლოდ. ეს რამდენად შეუშლის ხელს უწყვეტობას სამშენებლო პროცესის და რამდენად იქნება შესაძლებელი, რომ პროცესი